ჩვენი ამოცანაა, რომ ადამიანები უთხრათ, რომ აი ევროპისთვის, ევროპული არჩევანისთვის ბრძოლა, დემოკრატიისთვის ბრძოლა, ეს არ არის მხოლოდ რაღაც უფლებებისთვის, ზოგადი უფლებებისთვის ბრძოლა, ან ზოგადი პროცედურული დემოკრატიისთვის ბრძოლა. ჩვენთვის ევროპაც და დემოკრატიაც ასოცირდება სოციალურ სამართლიანობასთან. მანიფესტში ესეთი ფრაზა წერია, ხომ, რომ თუ გვინდა რომ იყოს დემოკრატია ამ ქვეყანაში, ის თან სოციალურიც უნდა გახლდეთ. თუ არ არის დემოკრატია სოციალური, მაშინ ჩვენ ვიღებთ რაღაც ესეთ ოლიგარქიულ ინტერპრეტაციას. მე უფრო მეტად გავამძაფრდებდი კიდეც, ხო, ოღონდ ჩემი მხრიდან, რომ დემოკრატია სჭირდება სოციალიზმი და სოციალიზმსაც სჭირდება დემოკრატია. თუ დემოკრატიას არ აქვს სოციალიზმი, ვიღებთ აი ამ დღეს რასაც ვხედავთ, ამ უბედურებას, ბოლოს შეიძლება ერთმა ოლიგარქმა იყიდოს ყველაფერი და ხელში ჩაიგდოს და სოციალიზმს თუ დემოკრატია აკლია, ვიღებთ რაღაც ბრეჟნევს და უბედურებას. ასე რომ აი ცდილობთ რომ აი ამ იდეებით გავერთიანდეთ და გამოვიდეთ ველზე განსხვავებული წარსულის, მაგრამ იმედია საერთო მომავლის მქონე ადამიანი. კი ბატონო. იგეთ ეგმერაბ, მაგრამ ნახეთ ჩვენ ვამბობთ რას, რომ ადამიანი რო არ გადაიქცეს ლუმპენად. ანუ ისეთ მოქალაქეთ, რომელიც აი ოღონდ ერთი ნაჭერი პური მიეცი და ყველაფერს იკადრებს, ხო? ესეთ ადამიანად რო არ გადაიქცეს, ამისთვის ბევრი რამეა საჭირო. სამუშაო ადგილები, განათლების პოლიტიკა, ასე შემდეგ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა საჭიროა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ საერთო ცნობიერება. მიხვდნენ რა არის მათი სიღარიბის მიზეზი. მათი სიღარიბის მიზეზი არის სიზარმაცე, თუ მათი სიღარიბის მიზეზია ის სოციალ-ეკონომიკური წყობა, რომელიც არსებობს ამ ქვეყანაში. როცა ადამიანებს აქვს საერთო ცნობიერება, პრობლემების საერთო აღქმა, საკუთარ თავს და რაღაც ინდივიდუალურ რაღაც მოვლენებს არ აბრალებენ მხოლოდ თავიანთ წარუმატებლობას, მაშინ არის შესაძლებელი სწორედ ორგანიზება. მე მესმის თქვენი სკეპტიციზმი. თქვენ გონიათ, რომ აი წარმოუდგენლად ძნელია და მე ამაშიც გეთანხმებით, რომ აი ეს ცნობიერება შეიტანო ადამიანებში. მე არ გულისხმობ, რომ ადამიანები გაუნათლებლები არიან და რაღაცა. უბრალოდ პრობლემა რო დაანახო და მისი მიზეზები რო გამოკვეთო და ამ მიზეზებზე რო შეთანხმდე. აი ეს პროცესი არის ურთულესი და ჩვენ აი ამ პროცესს შევეჭიდეთ, რომ საერთო ცნობიერება შევქმნათ ყველა ჩაგრულ ჯგუფს შორის, რომ მათ შორის სოლიდარობა გაჩნდეს. თქვენ ახლა ცოტა გაგეღიმათ კიდეც, რომ მაინც პარტია გახდებით. რა პარტია გავხდებით? თუ ჩვენ ეს მე პირიქით მინდა რომ პარტია ხო, არა, ნუ თითქოს ჩვენ მალავთ, ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ეს ცნობიერება ვერ გავაღვივეთ, თუ ორგანიზება ვერ მოვახდინეთ სხვადასხვა ჯგუფების, არც პარტია იქნება და არც დემოკრატია იქნება ამ ქვეყანაში და აი ამ გზას ვადგავართ და რა გამოვა, ეგ ღმერთმა უწყის და მე იმედი მაქვს, რომ წარმატებული იქნებით ამ გზაზე. მეგობრებო, ამ ქვეყანაში ავტორიტარიზმის დამყარებას და ანტიევროპულ კურსს და არჩევნების გაყალბებას ან მის მცდელობას აქვს თავისი სოციალური განზომილებაც. აი ძალიან მარტივად რომ ავწეროთ, არჩევნების წინ მიდიან რომელიმე ბიზნესმენთან, პირობითი მეტსახელით წითური და ეუბნებიან, რომ აბა შენ წინასაარჩევნოდ მომიტანე ამდენი და ამდენი ფული, იმიტომ რომ აი მასწავლებლებისთვის მაქვს დასარიგებელი, იქ სოციალურად დაუცველებისთვის მაქვს დასარიგებელი. ეს წითური იძულებულია, რომ საკუთარი ბიზნესის დასაცავად გარკვეული თანხა გადადოს ქართული ოცნების სასარგებლოდ. ქართული ოცნება იმარჯვებს ბჭყალებში ამ არჩევნებში, მაგრამ არჩევნების შემდეგ მოდის კრიზისი. ამ კაც უდიდესი ფული აქვს დახარჯული, ეკონომიკური ვითარება უარესდება ქვეყანაში და უკვე ეს ბიზნესმენი იძულებულია, რომ ადამიანები გაუშვას სამსახურიდან. მეგობრებო, დღეს ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ დედაქალაქიდან და გონია, რომ მარტო რაღაც ჩვენს ქალაქში მიმდინარე პროტესტები არის, აი ამ პოლიტიკური პრობლემის გამოხატულება, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აი ამ წუთას მაგალითად ჭიათურის მაღარო არ მუშაობს, ადამიანები გაშვებულები არიან შვებულებაში და უნაზღაურდებათ ხელფასის მხოლოდ 60%. იგივე ბედში არის, თქვათ, ზესტაფონის ფერაშენადნებთა ქარხანა. მაგალითად, აგარის შაქრის ქარხანაში ასევე გაჩერებულია მუშაობა, იქ ტრადიციულად ჩერდება ხოლმე, მაგრამ ხელფასი ვერ გადაიხადეს. თქვათ, ტურიზმის სექტორი, რომელიც აი ამ კრიზისს ეწირება დღეს, რომ ასე ვთქვათ, არაფერი არ მუშაობს. ანუ წინასაარჩევნოდ როცა მოატანინეს ბიზნეს ფული და შემდეგ ამ ყველაფერს თავზე დაერთო საშინელი ეკონომიკური კრიზისი, ბიზნესმენებს აღარ უნდათ დამატებითი თანხების გადახდა, დამატებითი სოციალური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ეს შეიძლება მათი გადმოსახედიდან სწორიც არის და ყველაფერი აი ამ დიქტატურის სუსხი ტყდება ჭიათურელების
ზესტაფონელების, ასე ვთქვათ, ზურგზე. ამას ემატება თქვათ ეს კრიზისი, რომელიც სხვა სექტორებსაც შეეხო, როგორც ტურიზმი, ვახსენე, რესტორნების ბიზნესი და ასე შემდეგ. და ხალხი რჩება უმუშევარი. არის ქვეყანაში დიქტატურა, ეს იწვევს ეკონომიკურ კრიზისს და ეკონომიკური კრიზისი იწვევს ადამიანების, რომლებიც ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში არიან, კიდევ უფრო მეტ გაჭირვებაში